კახეთში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ჯარისკაცების მდგომარეობა გაუმჯობეს და ექიმების თქმით, არც ერთი მათგანის ვითარება საგანგაშო აღარ არის. დაშავებულების უმეტესი ნაწილი გორში სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს, 5 ჯარისკაცი კი, რომელთა მდგომარეობა შედარებით რთული იყო, თბილისში იმყოფებიან. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბოდბესთან 2 დღის წინ მოხდა, დაშავდნენ ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის არტლობის სამხედრო მოსამსახურეები. ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა. Საინფექციის მდგომარეობა, რომელიც გადის კურნალობაში სტაციონარში, არის შედარებით დადებითი დინამიკით. 2 პაციენტის მდგომარეობა შედარებით უკეთესია, მათი გაწერა სავარაუდოდ შესაძლებელი იქნება დაახლოებით 4-5 დღის შემდეგ, ხოლო ერთი პაციენტი, რომელიც მოთავსებულია ინტენსიურ თერაპიაში, მისი მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა, ასე დავარქვათ, და პროგნოზი ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანში გავწევთ. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დინამიკაში რჩება სტაბილური, გაუარესების გართულების გარეშე არიან, მიმდინარეობს მკურნალობა, ამ ეტაპისთვის სიცოცხლის საფრთხე არ ემუქრება. რეანიმაციაში ამჟამად ერთი პაციენტია.